გეტყვით რომ კავკასიური იგივე ყაზბეგური მოხეული ნაგაზი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, რომელმაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვა. დროთა ცვალებადობამ გვანახა, რომ სუფთა სისხლის შენარჩუნება არც ისე მარტივია, თუმცა დღეს საქართველოში სხვადასხვა რეგიონში და განსაკუთრებით ყაზბეგში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მათ მოვლა პატრონობასა და მოშენებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ერთ-ერთი მათგანია თამას სამქანაშვილი, მას ჩვენი გადამღები ჯგუფი ყაზბეგში ეწვია, ვნახოთ ახლა უკვე სალომე კახეთელიძესა და ალექსანდრე წეფლაშვილის სიუჟეტი. პირველად მზე რო ამოდის ვიწერ პირჯვარსა და მერთო მიშველად ენეხმარე მეთქი და თილიან საქალოს მეთქი დაეხმარე და უშველე მეთქი სისხლის მასწავლე ამოდის იმას გავსქერ და მომრე ძაღლები ტოტია რო არ ვინკაბრაზე ტოტია ვაკა ჰა წაგიყვან ცხორში წაგიყვან კიდევ წაგიყვან კარგი ძაღლი ხარში ეს ძაღლი არის ყაზბეგური მოხეული მეცხოვრული. მე მივყე მეძაღლეობასა. მინდა რომ შევინარჩუნო ეს უნიკალური ჯიში. ჩემი მამა, ჩემი პაპა სულ მეცხოვრები იყვნენ და მე 6 წლის ავიყავ ეგე. პირველად გამიშვე ცხვარში. მთაში დავდიოდით 100 ცხოვრს ვდიეთ მეწველ ცხვარსა. და იქიდანა ძაღლი, ლეკვი, იქიდან შემიყუროთ მთელი ჩემი ცხოვრები, სადღაც 500 ძაღლი მომრავლებული. 5 რაიონი გადიოდა ყაზბეგის რაიონიდან დაღესტანში და ერთ ეს არის რაიც ძველი სისხლები იყო რაიც ჩემ მამა პაპას ყვანდა რაიც 5 რაიონს ყვანდა ყაზბეგი ლენინგორი ჯავაი თენჯი და მთიულეთი იმ 5 რაიონსა უნდა ცხვრის დაცვა მგლისაგან დათვისაგან და ეს ძაღლები მუშაობდნენ იქა ესენი იყვნენ მუშა ძაღლები რაიც შემორჩენილ დღესდღეობით საქართველოში კაი ძაღლი ფარისფასიაო ფარისფასიო მებრძოლი ჯიშია თავად იცის უყელაფერი უნდა გაზადა ლეკობიდანა მიხება მისდეს მოდის ცხვარსა მოვალის დათვიმგელი თავად იცის თავისათქმე ქართული ძაღლია ნახდი აი როგორი შუბლი აქვს აი ეს ლაშები არ აქვს შემოძაბული მაგარი ერთგულებია პატრონს არავის არ დააჩაგრინეს თუ ვიღას შენ ხელი შეგახადა რაღაცა პირდაპირ მოვა ვერ ლაპარაკობენ დანარჩენის უყელაფერიცია ხაზენე ენა ცხვარი მოვიდა დათვი რო გახვნენ ზაღლები ემ დათვსა რაღაცნაირად დათვი ჩემგე წამოვიდა ღრიალითა რო შავხედე უკან ბელი ხმანდა თურმე მე მოვხვდი დათვსა და ბელ შორისა ემ ზაღლმა თავი განსირა ჩემზე არ მოუშვა დათვი შენზე რო დათვი მადის და ზაღლი წინ გიდგება რა იმას ვერ გასწყვეტ რა ყველას ერთული ეგ არის რომ როცა შენი ზაღლი სუნდამა შენ გემსახურა ეგე და 10 წელზე მეტი ვერ ცოცხლობს ეგე და შენი სივაძეების სიცოცხლეს და ისინი აღარ ყვანა გვეძე. სალამ ცოცხალი ვარ უნდა ვიხედა და მაგრამ არ ვიცი ვინ გააგრძელებს. ვიღაც მინდა ეგეთი რომ მართლა გააგრძელოს, ვისაც მართლა ქართული და პატრიოტიზმი არა, რომ ქართველი ვიღაც იყოს რომ გააგრძელოს რა ეს საქმე. მე მინდა რომ საქართველოს შეუნარჩუნო ეს უნიკალური ჯიში, რომელიც არსებობს საქართველოში და ბოლომდე მინდა რომ იყოს რა.